გამარჯობა თქვენ უყურებთ ნანიკოს პოდკასტს მორიგი ეპიზოდი დაგიბრუნდით ეთერში სანამ სტუმართან გადავიდო და შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი დაგულე სპორტი მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები დააკომენტაროთ გააზიაროთ თქვენი უკავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის რაც შეეხება ჩვენ სპონსორებს Rolex-ი სამშენებლო ხელსაწყოების კომპანია, რომელიც მორგებულია ნებისმიერ ფაზზე და ნებისმიერ მოთხოვნაზე და ასევე სპორტული სახუებების მწარმოებელი კომპანია ჯაკა სპორტი. აქვე შეგახსენებთ, რომ 5000 გამომწერზე გვაქვს გათამაშება, გვექნება უпростоრად გათამაშება და გავათამაშებთ PlayStation-ს, ასე რომ ერთით მეტი მიზეზი გაქვთ, რომ ჩვენი არხის გამომწერი გახდეთ. რაც შეეხება ჩემს სტუმარს, დიაგე გუჩაძეა ჩემი სტუმარი. მშვიდობისა. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. როგორ ბრძანდებით? მადლობა, კარგი. გილოცავთ ხვიჩა კვარაცხელიას ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგას საოცარი შედეგია მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ყავს ისეთი ფეხბურთელი რომელსაც ორჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული მაგრამ მნიშვნელობით აი წვლილი როგორც ფეხბურთელის ამ ორი ტიტულის მოპოვებაში ხვიჩასი ძალიან დიდია ჩემი აზრით. თქვენ როგორ შეაფასებთ მის თამაშს და ზოგადად გუშინდელ გეთანხმებით და მეც გილოცავთ და ვიტყოდი რომ ორი ადამიანი ეს არ არის ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მომგებელი ადამიანი ეს არ არის ეს უარი რომელიც ჩვენ ეს სასწაულად უნდა იყოს ალბათ ეს უღერიცავთ და მოლოდინის გვარდა ეს ობიექტური რეალობა ჩემი აზრით აიზდებიან ისეთი ფეხბურთელები. როგორც მთელი საფეხბურთო სამყარო თანხმდებოდა, ეს იყო ორი ისეთი გუნდის დაპირისპირება, საუკეთესო ალბათ შეტევა მსოფლიოში და საუკეთესო დაცვა. ყველაფერი დაიწყო ისე, რომ არტეტასთვის იდეალური სცენარი განვითარდა, მოკლედ სწრაფი გოლი და უკვე ყველაფერი მის სანაკებო დაცვის ხაზზე იყო დამოკიდებული, მაგრამ გამოჩნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც მისი გეგმები თავიდან ბოლომდე არია მოპოვებული პენალტი. იყო თუ არა ეს საკვანძო მომენტი ამ შეხვედრაში, თუ მაინც მოახერხებდა PSG გარკვეული უპირატესობის მოპოვებას შეხვედრის მეორე ნახევარში. რა თქმა უნდა მაგას ვერ ვიტყვით ახლა კიდე იქნებოდა თუ არა სხვა შესაძლებლობა და სხვა მომენტი იგივე ხვიჩას ჰქონდა ერთი მომენტი შემდეგ უკვე თუმცა მე ვფიქრობ გადამწყვეტი რომ თამაში ისე მიდიოდა რომ ძალიან კარგად გეტყვიან სივრცეებს დაცვაში არსენალს ფეხბურთელები და წარსული იყო შეწება რა პრაქტიკულად არნაირ წესავებდნენ მოწინააღმდეგეს და აი აქ უკვე დემბელესთან ის კეველი გათამაშებული ალბათ რაც არის მანიშნებელი იმისი რომ აი აქაც მოჩანს ხვიჩას ის ოსტატობა და გამბედაობა და ის შემართება ავიცი და ძალიან ბედნიერი ვარ მეც რომ ხვიჩას მე შეუძლია გაათანაბრა მისი მცდელობით და მისი მომტომობით გაათანაბრა PSG მაგარიში და როგორც აღმოჩნდა ეს იყო გადამწყვეტი თქვენ აი როგორ უყურებთ აი არსენალმა მას შემდეგ რაც მიიღო ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მუხტი დიდი ხმის ნანატრი პრემიერ ლიგის ტიტული თითქოს ყველა ვარაუდობდა რომ ეს იქნებოდა გადამწყვეტი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში. აი თქვენი განწყობა წინასწარი როგორი იყო? რა ფეხბურთს უნდა გაემარჯვა? მე ძალიან სკეპტიკურად ვიყავ განწყობა. მიუხედავად იმისა, რომ ამბობდი, იმიტომ რომ სურვილი ჩემი რომ აი ესე ასულა კიდევაც ეს რომ ბოლო მოიგო PSG-მ, რომ საერთოდ ხონია რომ შემოქმედება და შეწევა ყოველთვის უნდა ჯაბნდეს. სვანაირად გამვითარება ძალიან რთულია და არ არის. შექმნა მოედანზე ვთქვათ იგივე იმპროვიზაცია და
ეს ყველაფერს PSG-ს რატომ მოგწონს და რა შეაყო ბაიერნი, ეს ნახევარფინალია ჩვენ რა ვიცი ამ თვალნებაზე და არავის აღარ ახსოვდა დაცვაში დაშვებული შეცდომები და იგივენაირად შეიძლება ვთქვათ ბაიერნი აღმოჩენილიყო ფინალში, ხო? იმიტომ რომ იქ იყო ეპიზოდები საკამათო არ ვიცი შეიძლება გადაეცვლა საერთოდ სხვა, თუმცა ჩვენ და სასიხარულო ყველაფერი გადაწყვეტა იმით, რომ შემოქმედება და შეტევა მართლა დაცვას. აი თანამედროვე ფეხბურთში თითქმის იდეალურ დონემდეა უკვე ნებისმიერი ტაქტიკური მონახაზი მიყვან, ნებისმიერი სტანდარტული მდგომარეობა, აუტიც კი უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობის გახდა ზოგიერთი გუნდისთვის, არიან ესეთი გუნდები, რომ ძალიან კარგად იყენებენ აუტებსაც კი. ნუ რომ არაფერი ვთქვათ კუთხურებზე, რომელიც არსენალისთვის ხო ამ სეზონში ძალიან განსაკუთრებული გამოდგა, მაინც ვთვლით თუ არა, რომ ინდივიდუალიზმი არის გადამწყვეტი ფეხბურთში. სტატოვა კლასი არის ეს გადამწყვეტი. როგორც არ უნდა ვითარდებოდეს ფეხბურთი და რა ახვილაც არ უნდა იდიოდეს და გეთახვევით იმაში, რომ ეს გაზეთები მიიღებენ ესე გეუბნებს სხვათა შორის ამ წარმოდგენისთვის წევრია, რაც მე პირადად არ ნიშნავს და არ ვიცი. დენახავდე მაგალითად იგივე არსენალთან მიმართებაში ხარსენ ვენგერის არსენალი სიმღერა ეს მოსაუცხებელი. მაგრამ ალბათ ყველაფრის თავში დღეს შედეგი დგას. შედეგს როგორ და რანაირად მიაღწევ ეს უკვე ვასაკეთებ. რა თქმა უნდა, არანაირი უფლება არ მაქვს ის რომ ყველას თავის გზა და თავის არჩევანი აქვს, აქცენტირებულად შეტევაზე გადავიდეს თუ დაცვიდან იფიქროს შედეგის მიღწევაზე და ეს გუნდების არჩევანია, მაგრამ მე პირადად მომწონს ეს შემოქმედება და ვთქვათ შემდეგი ეს მაგალითი არის ნათელი. სხვათა შორის არტეტაზე და არსენალზე ბუნებრივია, რომ აი ამ 20 წლიანი უფრო მეტი თუ არ ვცდები უტიტულო ხანის შემდეგ ძალიან დიდი იყო ზეწოლა ბუნებრივია და ალბათ რაღაც გამართლება აქვს იმ მოცემულობას, რაც დღეს ლონდონურ გუნდში არის. ბევრი ვარაუდობს, რომ ამ მოგებული ტიტულის შემდეგ არსენალი მომდევნო სეზონში სხვანაირი გუნდი გახდება და მიუახლოვდება სტილით იმ გუნდს, რომელიც თქვენ გაეცაით არსენ ვენგერის არსენალი. რამდენად აქვს ამ აზრს არსებობის უფლება? ხო, ნუ არ ვიცი, მე ცოტა სხვაგვარად ხედავდი საწყის ეტაპზე იგივე არტეტას მუშაობას არსენალში, იმიტომ რომ აქ იყო ის შემოქმედება, ეს გამყოლი იყო მეტად როგორც ასისტენტი გვარდიოლის და ალბათ ეს მოჩანდა, თუმცა იმდენად გაანგაცა შემდგომში თავის მიდგომები და აქცენტირებულად უკვე წავიდა ამ ფეხბურთზე და სულ მიგვეჭდა ყოველთვის, იმიტომ რომ რა ვიცი, საოცარი პოტენციალი აქვს მაგას იგივე შეტევაში რესურსიც გააჩნია და მატერიალური რესურსი საფეხბურთო მოთამაშეების კუთხით არც ძლიერი ფეხბურთელები ყავს და იგივე მცველები ინდივიდუალურად ისე რომ კიდე დამატებითი ძალები არ მოიზიდო დაცვაში, ხო? ხავს მაგას საკმაოდ და ამდენად თუნდაც ის რომ გუშინდელ თამაში აი პრაქტიკულად გოლის გატანის შემდეგ პირდაპირ ჩაჯდა დაცვაში და არც უფიქრიათ რომ კი კომჩეტევაზე კაი ჰავერცის იმ პირველი რაღაც მომენტები იყო ეს ამოვარდნები და რაღაც თქვა წავე შეტევად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ არასაგოლეთ იყო ესეთი მომენტები და ძალიან იშვიათი და თქვა რომ ბოლოში სტატისტიკასაც რო გადავხედოთ, ეს არის საოცრად ფინალისტვის, ან ესეთი ძლიერი გუნდებისთვის ახლა
აშკარა უპირატესობა სტატისტიკური მონაცემებითაც ესეშის ფარესი იყო ეს ბლოვის კუთხით და იგივე განადგურების დარტყმების დანერგულები ყველაფერია აბსოლუტურად და რა ვიცი ჩემი აზრით არსენალს აქვს იმის პოტენციალი რომ ცოტა შეცვალოს აქცენტები ნუ ეს რამდენად ენტონება თვითონ ელს ხა საოცარი სამუშაო კაცია რა თქმა უნდა დასაფასებელია ეს ყველაფერი აკეთებს იმისგან თუმცა რამდენად შეცვლიან რაიმეს ეს აი ცვლილებებზე მინდა გკითხოთ არტეტას ვერ განხორციელებული რამდენად ლოგიკური იყო და ოპტიმალური თქვენი აზრით ხო ნუ არ ვიცი როგორც კი გათანაბრდა ანგარიში პირდაპირ დაიწყო ცვლილებების გაკეთება ესე იგი ამით ალბათ იმის თქმა უნდა რომ ისევ შეტევაზე მეტი აქცენტი გაეკეთებინა ანუ თუმცა რეალურად ეს არის თამაში ასე ჩემთვის ცოტა დაუგებარი ახლა რა თქმა უნდა არტეტას უკეთესია ვკითხოთ რომ რას ფიქრობდა და რა ჩანაფიქრი ჰქონდა ცვლილებებს რა უნდა მაგრამ ნუ თამაშის ხასიათი პრინციპში არ შეცვლილა ერთი პატარა მონაპეტი შეიძლება ამოვიდა ცოტა არსენალი მაგრამ ისე პანაგია რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას თქვენ ქონდათ ბედნიერება მასთან მუშაობის ხანმოკლე მაგრამ ალბათ გამორჩეული პერიოდი თქვენ სამწუხარო კარიერაში როცა ხვიჩა კვარაცხელია თქვენი ფეხბურთელია რას ნიშნავს ეს მწვრთნელისთვის გამშვიდობებით ახლა ხვიჩა გასაგებია და აღიარებულია ყველა სპეციალისტის თუ არა სპეციალისტის მხრიდან და მისი პოტენციალი ცნობილია მაგრამ მე ესე მალე ესეთ შედეგს მისდადა ინდივიდუალურად ესეთ ძლიერ წამოსვლას და დამკვიდრებას და პრომოციებს შორის ვარცხოვდა რაღაც 2-3 წლის წინ მქონდა ჩვენ ჯერ საქართველოს პირველობაზე ახლა ხო და ესეთი ნახტომი ხო ჩემთვის ძალიან გასაოცარია და ყოველთვის რა არის იცით ერთფასოვანი სპეციალისტმა თქვა რომ ძნელი რითი პასტება საერთოდ შეფასება შეიძლება უნებრივია შედეგი მიღწეული თავის დაუწყებია ეს არის თამაშის ხარისხი და თუ რამდენად იზრდებიან მის წელში ფეხბურთელები და აი ფეხბურთელის გაზდა მართლა ეს საოცარია ახლა ისე გამოვიდა თითქოს რაღაც მაგრამ მე ძალიან ვერნიერი ვარ რომ ეს მოკლე პერიოდი რაც მინეცავე მასთან მუშაობის რომ დავინახე ის რომ მართლა მის სტუდენტს პოტენციალი მაგრამ კიდევ ვიზაში რომ ესე მალე და ესე სწრაფად ამ საფეხურზე ასვლა ხო ეს მოულოდნელი იყო ჩემთვისაც თქვენ ძალიან გიყვართ დისციპლინა ფეხბურთში და პროფესიონალიზმი. ეს ყოველთვის ჩანს თქვენს მუშაობაში, რომ თქვენ აფასებთ განსაკუთრებულად ასეთ ფეხბურთელებს. იყო თუ არა საკვანძო სწორედ აი მისი ფეხბურთისადმი მიდგომა აი ამ ხელა პროგრესში. მე ვთვლი რომ კი ის რომ უდაოდ ნიჭი საფეხბურთოს გასაოცარი ამასთან ზუსტად ის ასე თვითონ არც იყო არანაირი აუცილებლობა რომ რაიმე კუთხით პოტენციალის მიცემისთვის რომ ეცხოვრა რა წესი და მისი ადამიანური პიროვნული თვისებებიც რომელიც შერწყმულია ამ პროცესთან ისკენ სწრაფვა გადადება ყველაფრის ფეხბურთის გამო რაღაცა ფილმოა ზართული ჩვენს დროში ეს არის ალბათ ის რაც მას უშუალოდ აი ამ წესში ძალიან დაეხმარა საოცარი დისციპლინა ფეხბურთის აი გასაოცარი სიყვარული ვარჯიში თამაში ეს ყველაფერი ფეხბურთთან არის კავშირში და ვიცი ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელშემწყობი იმ ნიჭთან ერთად რაც მაგ გააჩნია
ბუნებრივია, როდესაც რუბინიდან ხოჭა კვარაცხელია წამოვიდა ბათუმის დინამოში, ყველამ ვიცოდით, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო და მას მის კარიერაში უფრო დიდი რაღაც დაიწყებოდა. აი თუ შეიმჩნევოდა ის, რომ ის დროებით იყო იქ, აი როგორი იყო დამოკიდებულება, აი ზუსტად მაგას აღნიშნავთ წერა, რომ ეს არაფრით თქვათ ამორჩეული მე ვამბობ, რომ თვითონ რომ გამოვარჩევ და მე შენზე მეტი ვარ თითქოს და ზემოდან ყოლება სხვა ელუთელების მიმართ ეს საერთოდ არ წონია. იყო ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი დორზე, რომელიც იცოდა, რომ ეს მჭირდება და ამას აკეთებდა სვისთვის მაგალითს იმცემიცი. შეყვარებული იყო საქმეზე და ის მომდომები სხვათა შორის ძალიან მომსმენი, ყურადღებიანი და ვთქვათ, ეთყობოდა, რომ ეგრევე ითვისებდა ვთქვათ რაღაც მომენტები, ნიუანსები, რაც ჩვენი თამაშისთვის სასარგებლოა აუცილებელი, რაც მას მომავალში წარმოადგენს. სად არის მისი ზღვარი, როგორ ფიქრობ? ეგეთ საერთოდ ხოლმე ადამიანის შესაძლებლობა განსაზღვრავია, რაც ძალიან გვინდა ყველას ერთი რაც არის, რომ ხამით საუბარი ყველა მსოფლიოს ოქროს ბურთის მისთვის მინიჭებაზე, ნუ ყველანი ბედნიერები ვიქნებით, საოცრება იქნება თუ ეს მოხდება და იმსახურებს თუ არ მეუთვლიო იმსახურებს. ნამდვილად. თუმცა ერთი დიდი პრობლემა, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, რომ ის სასარგებლოდ არ გადაწყვეტს ეს ალბათ ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი. დაუბრუნდეთ თქვენ საქმიანობას. საკმაოდ სოლიდური პაუზა გამოგევიდათ სამწვრთნელო კარიერაში. რა ხდება ამ მიმართულებით? რამე სიახლე ხომ არ არის? არ ვიცი, კულუარული ინფორმაციით თითქოს გაგრას დაუკავშირეს თქვენი თავი. აქვს ამას საფუძველი? არა, მანამდე გორი იყო, შემდეგ გაგრა, როგორც მე გავიგე, თუმცა პირადად იყო გორთან მოლაპარაკება? არა, აბსოლუტურად არც არავინ არ დამკავშირებია, ამიტომ მე არ ვიცი ეს ხმები საიდან და რატომ და როგორ. რაღაც წინადადებები ამ პაუზის განმავლობაში იყო. ჩავთვალე, არ იყო საინტერესო რაღაც. ახლა ჩემი ესე ყოფნა მე თვითონ მადარდებს მაწუხებს. ერთი სფერო, მეორე სფერო ცოტა ფილოსოფიურადაც უყურებ მაგ საკითხს. რა თვალსაზრისით? ნუ რა, თუნდაც ისე მარტივი ის, რომ რაღაცა ვთქვათ, რაც ისე არ ხდება, როცა გინდა რომ მოხდეს, სხვა დადებითი სიკეთეები მეორე მხარეს არის. იგივე ოჯახთან ურთიერთობა უფრო მეტად, რომელიც ნამდვილად მაკლდა და მე ვაკლდი ალბათ ჩემს ოჯახს, თუმცა უკვე მოვაბეზრდა თავი აქაც. აღარ ზნათ უმშევარი. რა ვიცი, ეს უფრო მეტად ჯერჯერობით სპეულს თამაშობენ, სპეულს ერთი ჯერჯერობით. რა ვიცი, მიყავი ამით გატაცებული, თუმცა ესეც რაღაცნაირად ცოტა წაგივებია. რატომღაც სულ მგონია, რომ თქვენთვის პრიორიტეტული ქართულ ფეხბურთში მუშაობაა. ცოტა მიჭირს იმის დაჯერება, რომ თქვენ შემოთავაზებები არ გაქვთ ან არ გქონიათ. საზღვარგარეთ. გეტყვით, რომ ადრინდელ ეტაპზე იყო ჩემი მუშაობის. პირველად ჩემთვის დინამოში მუშაობის პერიოდში, შემდეგ ჩემო პერიოდში და ზესტაფანის შემდეგ. იყო რაღაც წინადადებები, რომელიც მართალი ბრძანდებით მე მინდოდა ყოველთვის საქმეში. რატომ არ ვიცი, მაგრამ ჯერ კიდე ბავშვთა ფეხბურთში ვიყავი, სულ თავიდან სანამ უკვე
გამოვიდოდი ასე ფორმით ფეხბურთში, დათორებიანის ერთ-ერთი რუკავთი მანამდე ბავშვებში ვმუშაობდი ამერიკაში ყავდა მაშინ გუგდი და მაშინაც ჰქონდა საშუალება იმისი რომ დავჩენილ ყავით და იქ ინდაუდა ფერს ხა სოკერი ამერიკულ და სოკერში და კაცენა მაშინაც მაგრამ ამჯერადად ჩამოსულა ყოველთვის მომიწევდა რეაქცია სამშობლოს პროხო ჩემთვის და სულ ფიქრობდი რომ რაღაცას ასკეთო შემიძლია რომ ეს გავაკეთო ქართული ფეხბურთისთვის. აი არსებობს ესეთი მოარული აზრი, ბევრჯერ მომისმენია საფეხბურთო წრეებში, რომ აი გიორგი გუჩაძე მიდის გუნდში, სადაც ფინანსურად დაალაგებული სიტუაცია, იქ სადაც შეუძლია კონკრეტული ფეხბურთელების მიიყვანა, ვიც მას უნდა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორია თქვენი მოთხოვნები, როდესაც თქვენ გუნდში მიდიხართ რეალურად? ბუნებრივია ხო ფინანსების გარეშე შედეგის დადება ცოტა утоპიურია, ხო? მაგრამ როგორია აი ძირითადი მოთხოვნები, როდესაც თქვენ აწარმოებთ მოლაპარაკებებს გუნდებთან? ეხლა მე გეტყვით ერთ რამეს, ფინანსები თავისთავად ცხადია მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის გადამწყვეტი. ფინანსებში ერთი რამეა გადამწყვეტი, რომ თუ თქვათ ჩვენ თავმჯდებით საქართველოში ბევრნაირი გუნდი არსებობს, შეძლებული, შედარებით ნაკლები რესურსი თქვათ მატერიალური და მაგრამ მთავარი და ძირითადი არის სტაბილურობა. თუ ჩვენ თავმჯდებით თქვათ რომ რაღაც გარკვეული ფინანსები რა შედეგი გვინდა რომ მივიღოთ და რა გვინდა რომ იყოს კლუბი როგორ არსებობდეს და თქვათ რა შედეგებით უნდა იყოს რამდენად შეიძლება გაიზარდოს ბიუჯეტირება ამ კლუბის და თქვათ რომ მაღალ მიზნებისკენ წავიდეთ თქვათ დღეს ესეა ხვალ როგორ იქნება ეს არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ხა სადაც სტაბილურობა არ არის იქ რა ვიცი მე მგონი არავის არ მოწონს იქ ისვა და არ მხარია თორემ მე არასოდეს არ მithქვია რომ ჩემ მუშაობის პერიოდში იყვნენ გუნდები მე რომ მუშაობდი თუნდაც დასტაფონში თქვათ ოლიმპი იყო გაცილებით ეს ფინანსებით მაგრამ წავედი დასტაფონში ვერ მუშაობდი ესე იგი არის რაღაც გუნდები რომლებიც უას მეორე ლიგაში ჩავიბარეთ ლიგა 2-ში ბათუმის დინამო იყო და მისი ამოყვანა და მისი ესეც იყო კაც ხედავთ რაღაც გარკვეულ პოტენციალს და სამშობლო ასე ფინანსები როგორც ასეთი ჩემთვის არის მხოლოდ ვიცოდე რა ვითარება და რამდენად სტაბილურად არის ყველაფერი იმიტომ დავიცე ხა მწვანე ხელფასი მიიღოს და ფეხბურთელს არ მიცემ მაგას ვერ დავიგებ თუმცა ბევრი ესე მუშაობს რა ვიცი მე ეს მომეცით ესე შემოდის მე ვიცი რომ თქვენ ფეხბურთელებზე ძალიან ბევრს ფიქრობ და ამას პირად საუბრებში ეს ბევრი ფეხბურთელისგან მომისმენია და ამის გამო თქვენ და მე უდიდესი პატივისცემით არიან ეს ადამიანები განშტოვლების ფაქტშორის ახლა სახელმწიფოს არ დავასახელებ საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელია რომელიც ბათუმის დინამოში მიიყვანეთ და რომ გავაფორმეო კონტრაქტი წადიახარ დუბლებშიო მითხრაო მაგრამ ვთვლიო რომ ყველაზე მაგარი მთავარი მწვრთნელიაო საერთოდ ქართულ ფეხბურთში ეს არის მნიშვნელოვანი და იმიტომ რომ ყოველთვის ვგრძნობდიო რომ ჩემი ინტერესების დამცველი იყო პირველ რიგში ალბათ ეგეც არის თუმცა არ უნდა ჭირდებოდეს ფეხბურთის დაცვა იმიტომ რომ ახლა თუ სტაბილურად ზუსტად მაგას გულისხმობ მე როცა საუბრობ რომ უნდა იყოს ეს სტაბილურად დროულად იმიტომ რომ ჩვენსაც მოთხოვნის უფლება უნდა ქონდეს ფეხბურთელს ახლა მაგას ვერ მოთხოვ და პლუს ამასთან ჩვენ ცოტა
სხვანაირად უყურებ კლუბებს. ეხლა აი კლუბი მაგალითად ჩვენს წარმოდგენაში ბევრჯერ რომ ისაუბრე ადამიანებთან არის კლუბი არის პირველი გუნდი. იმისი კი არ ჩანს. იმ პირველ გუნდსაც ძალიან ბევრი რამე ჭირდება, რომელიც შეიძლება ბევრს მიაჩნდეს, რომ ეს არის უფუნება, მაგრამ ეს არის აუცილებელი ატრიბუტი თუ შემადგენელი ნაწილი იმისთვის, რომ ის სტაბილურობაც იყოს. არის ტრავმა, არის სამკურნალოდ გაშლილობა საჭირო თუ როგორ ამერად შემდგომი პერიოდი, ასე შემდეგ არის გუნდის მზადების პროცესი, სადაც არ არის უფუნება ნამდვილად შეკრებაზე გუნდის გაშვება. შეკრება თავისი აზრი აქვს და თავისი მნიშვნელობა აქვს, რა ხდება და როგორ ხდება და სად ეწება საფუძველი თქვათ იმ თამაშს, იმ ფუნქციონალობას საშიში. ესე იგი, არის ესეთი რაღაცები, რომლებიც ჩვენ წარმოდგენაში რომ არ მოჩანს ეს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის რუსეთის იგივე შედეგებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ადამიანები, ვინც კლუბში მუშაობს და ყველას თავის პოზიცია რაღაც სიტუაცია ქმნის და ისე პროფესიონალები და ეს პროფესიონალთა გუნდი იყოს შეკრული ერთი აზრით და ერთი იდეით და ერთად მოდიოდეს ეს მომენტ მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა თავი ჭირდება ამას და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ბეღურჩი ასწავლი არის ამ თავარი მცნელი თქვათ სპორტული დირექტორი, რომელიც ერთ-ერთი განსაზღვრელი პიროვნებაა იგივე მცნელი შერჩევისას რამდენად უხდება, როგორი მცნელია თავისი ბუნებით, აზრით, როგორი ფეხბურთი უყვარს და ამ ფორმები შეიძლება კონდეს და ასე შემდეგ. ესე იგი ეს არ არის ის, რომ აი თქვა გუნდი გავიდა, თამაშობს, ერთ თამაშობს მოიბოცა და რაღაცა უკვე გეზარდე რა შეგვიძლია ერთ ხელის მოსმით გავანთავისუფლო და გავოდით. ეს არის ერთობლივ სამუშაო, სადაც ძალიან ბევრი მომენტი არის, ძალიან ბევრი შემადგენელია, რომელიც ასევე ხელს უწყობს იმ ყველაფერს თანამოაზრეობითაც მნიშვნელოვანი ატმოსფერო სამუშაოდ და როცა ვთქვათ ახლა გაგრძელება ჩათვალეთ, ამიტომ იმ საუბრეს სტაბილურობაზე რომ საუბრობ, ზუსტად ესეც არის შემადგენელი ნაწილი. ამდენად აი კლუბში რომ მიდიხარ, ეს ყველაფერი გაინტერესებს მეც. ძალიან საინტერესო იყო, მგონი, არასრული ორი თვე დავარქვათ იბერიაში თქვენი მოღვაწეობის. რა გახდა მიზეზი, რა დაგისახეს ისეთი, რომ თქვენ ნახევარში თქვენ ვერ შეასრულეთ გუნდში? პირდაპირ პაკისტანში დამაყენეს და გამანთავისუფლეს. მე ყველა ჩემ ინტერვიუში მაგას ვარ. აჩვენები შედეგები და საშიშროება ალბათ, როგორც მე ამის იმისი, რომ ჩვენ ჩემპიონები ვერ გავხდეთ. მე ეს პასპორტზე გლუბას სპორტ გააკეთე და ეხლა როგორ უნდა ვთქვა, როგორ შეიძლება შეფასდეს ჩემი მუშაობა, როცა ვთქვათ გუნდი გახდა ჩემპიონი და ჩემი განთავისუფლება თუ მაგას შევლოდა, არ ვიცი, მაგრამ ეს ჩემთვის გაურკვეველი ამდენად ჩემთვის გასაკვირია ეს. იგივე სამტკიცებდნენ, რომ გუნდი გახდა. სხვა არანაირი დასის აღებაზეც უნდა პასუხი. თქვენი პასუხი რა იყო ამაზე, რომ სეზონის დასრულებამდე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება? ჯერ შედეგი არ ჩანს, ხო, როგორ უნდა განსაზღვროთ, ხა გავხდებით თუ არა ჩემპიონი. თუმცა იმაში კონტრაქტში მე ესეთი რამე არც მეწევი. ეს იყო სიტყვიერად ასე ჩვენ მივდიოთ კონტრაქტული შედეგები ნაჩვენებელი კარგულ თამაშებში ახლა არ ვიცი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რატომ შეიძლება რომ აი ეს ყველაფერი აზრით მოტივირდეს, რომ განთავისუფლდეს ჩემს გაუგებარი. გასახდელი თქვენს იქ მუშაობაში სტაბილური იყო?
ანუ ეს ფაქტორი არ შეიძლებოდა მიზეზად ყოფილიყო, რომ აი გუნდში რაღაცა ფეხბურთელებთან შეუთავსებობა ან რაღაცა მსგავსი რამე არ ყოფილა. ცალსკი მიუშავია პირველი რაც არის ეს არის ის გარემო რომელშიც ფეხბურთელს უწევს მოსვლა ყოფნა საკმაოდ ხანძრული პერიოდით მარტო ვარჯიში არ მოუწავით ვარჯიში წავით ესეთი რამე არ არსებობს პირველი რაც არის იმისთვის რომ ჩვენ რაღაცა შედეგი დავდოთ არის საჭირო ზუსტად აი ამ გარემოს შექმნა თუმცა მე ვერ ვიტყვი რომ კაი გარემო დავდოთ რა თვალსაზრისით? ნუ თუნდაც იმ წაგების შემდეგ უბრალოდ გამოვარდნის შემდეგ ძალიან პესიმისტური განწყობა იყო გუნდში და ამის ასე ვთქვათ გამოსწორებას მოუნდა გაიხსნას და თქვათ უკვე თამაშიც რაღაცა მოჩანდა მიუხედავად იმისა რომ ბოლოს დრო დინამოსთან წავედით და მარცხის შემდეგ გამომეწყდეს უნდა თავისუფალი ასე რომ შეეხება ქართულ საკლუბო ფეხბურთს რა არის აი ყველაზე უხერხული სიმართლე რაც ქართულ საკლუბო ფეხბურთს შეეფერება და ითქმის რატომ ვერ ვახერხებთ პროგრესირებას? არა თუ შეკითხვა ეს არ არის ესეთი ათილოთ პასუხასაც და ძელი ალბათ კეთება სულს გამწობა მე ესეთნაირად ვიტყოდი რომ ჩვენ სისტემა დაირღვა მაგალითად ჩვენი კლუბები ყოველთვის გამოირჩეოდნენ და სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად თამაშობდნენ იყო თერთმეტმეტ ჩემპიონატი იყო სამწარი ჩაგარებული იყო მოკლე ჩემპიონატი გადასასვლელი ესე ხლა უნდა ჩემპიონატი რაღაცა მაგრამ ჩვენ არ გვქონია არასოდეს გაჭირდა ფეხბურთელების ფუტკრით უკვე დიდი ხანია ვიდრეს ჩვენ კავშირი არის კავშირი მე რომ ლაპარაკობ ამაზე აბსოლუტურად ყველა გუნდზე ყველა კლუბზე და ისე მაგრამ ბავშვთა მოზარდ ფეხბურთი და უკანონიების ფეხბურთი რომ გაზრდა ბავშვების წამოყვანა ყოველწლიურად ვთქვათ ჯერ ეს არის თქვათ ეს დაწყებული პროცესი არის და გაცილებით ადრე დაწყებული პროცესი და ეს უცბად მიწოდება აი თქვათ ფეხბურთელების საკმაოდ მაგარი არის ხო ეს პროცესი ნელ-ნელა ძალიან როგორ ვთქვა უიშალა არ არის ესეთი არ არის ეს კავშირი ეხლა ჩვენ ვიცით აკადემიები გააჩნია თქვათ გუნდებს საიდანაც იკვებებიან და არსებობენ კიდევაც და იგივე ის გუნდები ცნობილია ჩვენთვის თუნდაც თბილისის დინამო რომელიც პრაქტიკულად აი ყველა ნაკრებს ამარებს საკლუბოს და იგივე ის აბურთალო რომელიც ეს წლები გრძელდება ის ლოკომოტივი რომელიც ასევე ამაში მონაწილეობდა ერთი მაკრო ცოტა მოდის ახლა ამოფერიან და მაკუთვით ქუთაისის ტორპედო და ვინმე არ უნდა გამორჩეს მაგრამ ეს არის ოდა უკვე ამ ფეხბურთელების ნაკლებობის შემთხვევაში დავიცვათ ლეგიონერების შემოყვანა და ანაც ეს ის პროცესია სადაც ეს გრძელდება უკვე წლებია და ამდენად აი შევსება როგორც ასეთი არ მოდის ჩვენ ახლა გვყავს ესე გამორჩეულად ფეხბურთელები მაგრამ მათი რაოდენობა თუნდაც ეროვნული ნაკრებისთვის არ არის საკმარისი და ის კონკურენცია რომელიც გვინდა რომ ვიხილოთ ეროვნულ ნაკრებში აი თუნდაც ახლა მოჩანს თუ რა პრობლემების წინაშე დგას ხო ნაცვის ხაზი ვთქვათ კაშია ხო ამთავრეს უკვე თამაში ჩაატარებს და
და უკვე შემცვლელი რამდენად რთულია რომ მოიძებნოს და ახლა ყველა ხომეს ვყარობთ რომ რამდენად ფეხბურთელი დაანიხილება და მომგროდიან და კიდე ეს ხო არ არის მთელ დაცვაზეა საუბარი იქ პერდიან დაამთავრა იქ ყველესიანი აბარების ევროპის ჩემპიონატზე ყავდა ახლა იმაზე კარგაბაძე თქვა ტრავმა და ერთი ფეხბურთელის ტრავმაც ხედავ ჯანმრთელობ გვაზიანებს ესე იგი 2-3 ფეხბურთელი რომელიც უნდა იყოს ხო ჩვენ ყველა კვარაცხელი არ გვეყოლება ყველა ჩაკვეთაზე ყველა ზონი არ გვეყოლება ყველა ჟორჟი არ გვეყოლება ყველა აი თითო ესეთი ყავს მაგრამ საშუალო დონის ესეთი ფეხბურთელები რომლებიც უკვე ამ სამილზე ეს არის ის რასაც ჩვენ უნდა ვამზადებდეთ და მოყავდეს იმ ბავშვების ასაკიდან ამდენად მე ხა ძალიან მოკლედ ვცდილობ ამ ყველაფრის ახსნას, ესე იგი, იმდენად წყვეტა, ხო, ამ პროცესებში და თქვათ ეს 1-2-3 აკადემია არ არის საკმარისი ამისთვის, ეხლა ჩვენ უამრავი საფეხბურთო სკოლა ყავს, თუმცა მივიდეთ და ვნახოთ კიდევ კაი რომ ყველგან არა, მაგრამ ერთ პატარა მონაკვეთზე 4 იყო მომოიდანე ვარჩიობენ ბავშვები ის ესე იგი ჩვენ არც მომზადების და არც განათლების მიცემის საფეხბურთო განათლებას გულისხმობ ჩვენ საშუალება არ აქვს ფეხბურთელებზე ინდივიდუალზე ხო აღარ არის თუ თვითონ არ მიიღოს მშობელი და ეს იმ ფონზე როცა ჩვენ ყველაფერს რასაც ახლა მივუყვებენ ბავშვი იღებდა კუჩიდან რომელიც აღარ არის ესე ჩანაცვლება კუჩის უნდა ხდებოდეს ფეხბურთელის განვითარებისთვის ესე იგი სწორი მიდგომებით თუნდაც ის პირობები რომელშიც უწევთ რა მოედანებზე ვარჯიშობენ აი საოცარი ტრამატიზმი გაჩნდა აი ისეთი ტრავმებია რომელიც ჩვენ ბავშვობაში მე არც ისმენი არც გამიგია ამაზე ყურადღების არ მიქცევა ესე იგი 50 ფეხბურთელი რო არის პატარა მონაკვეთზე ავარჯიშებ ნუ იქ რაზე შეიძლება ილაპარაკოს და რა უნდა გააკეთოს მწვრთნელმა და ეს არის უკვე ის პრობლემები რომლებიც თავს იჩენს უკვე ფეხბურთში სადაც ან ტრავმის გამო თუ ვინმე ნიჭიერი იყო იმიტომ რომ არასწორი ყვება არასწორი ცხოვრების წესი და მზადება ხო საერთოდ არ მაგრამ თავისი რაღაცით მოდიოდა იქ მიიღო ტრავმა და ესეთ ბევრია ძალიან ხო და ძალიან ბევრი ფეხბურთელი კიდევ უყურადღებოდ დატოვებული ჩემი ახალგაზრდა ბიჭები ვიცი რომლებიც რატომღაც მათი ადგილას იკავებს ახლა ის ლეგიონერი რომელიც ჩემი აზრით არაფრით უკეთესი არ არის თუ უარესი ხო ნუ და ეს არის პროცესი სადაც აი ეს მეტის ახლა ჭიდაობა მე ამას ვამბობ გულის ტკივილით ახლა კიდევ ვამბობ რომ არის სადღაც უკეთესი მდგომარეობა სადღაც უარესია მაგრამ ის რომ აი ქვეყანას ბრუნავდეს იმაზე რომ ფეხბურთელი მოვიყვანოთ მოვამზადოთ და მივიყვანოთ აი ამასაკიდან ჩემი აზრით ახლა კიდევ ერთი რაღაცა რაც არის აუცილებლად სასწრაფოდ გასაკეთებელი ეს არის ყველაზე კაი პირობები თვითონ კლუბებმა უნდა შეუქმნან თქვათ 19 წლამდელებს 17 წლამდელებს 15 წლამდელებს ეს უეფას ასაკებია რომელიც ბევრ გუნდს უბრალოდ ხელშეკრულებით ახაც გაკონდა სულ არის საერთოდ იქ და ეს არ შეიძლება რომ ეს ესე იყოს ესე იგი ცენზურება უნდა მუშაობდეს მე ხა ამოვედი მოცილაში დავიყვან გუნდებს იმისთვის რომ ცენზურა დავიარო და იქ რა ხდება სულ არ მაინტერესებს მე და იქ ხდება რა საოცრებები არ ვიცი რაღაც ერთი კლუბია რომელიც 500 ბავშვი ყავს და 500 ბავშვს დროს ვერ ანაწილებს იმიტომ რომ თვითონ ნაკირავები მოედანიდან ესე იგი აი სისტემა მოიშალა მე ხა ორი სიტყვით არსებობს ეს სისტემა სამშობლოს არსებობს სისტემა დამოუკიდებელი ქართული ხო ხა აღმოჩნდა რომ კარგი იყო რატო იმიტომ რომ ვიცი თავგებული იყო საოცარი ფეხბურთელები ყავდა და ფეხბურთელებზე მომზადება ესეთ ფეხბურთელები და უნდაჩი რუსაში ახლა ტრიუმფით გავიარეთ გამოვიდეთ მანამდე შემდგომ კიდე და რა ვიცი და ნაკრები ყოველთვის ყავდა ჩვენ უბრალოდ თუნდაც აი ხა ჩვენ ლაპარაკობ და ვსაუბრობთ ნებისმიერ აკადემიას რომ ნახოთ აი
ამოყარე უცხოური მე არ ვამბობ ტოპ კლუბებში და იმაში. რა ხდება და როგორ არის და როგორ ამზადებენ და როგორ მოყავთ და როგორ არჩევენ და ესე იგი ეს სისტემა მთლად მოშლილი მოვდივართ ესე ინერციით და თუ ვინმე ამოვარდება თუ არა და დაწეულია და ის რომ დაგუჩევზე ზრუნავდეთ როგორც ძალიან არ მიყვარს ხოლმე ამ სიტყვის მარიო პროდუქტის შექმნა რა ეხლა როგორც ჩვეულებრივად წიწილებს შეიძლება თერქ ფერმაში ესე უნდა ზრდიდე და აუცილებელი რეალურად ეგრეა. კი და ამიტომ ავიცი ჩემი აზრით თვითონ კლუბებმა უნდა იზრუნონ ამ ყველაფერზე და ეხლა ეს უკვე გაცილებით უფრო ზრდის ხარჯებს ჩვენ რომ ვლაპარაკობთ თქვა ფინანსურ მხარეზე თუ ჩვენ აი ძალიან ვახსენე რომ ხედავთ ყოველ პირველი კურსს და მის ხარჯებს და ჩვენ პირველი გუნდი კარგად თუ არ თქვა ხელფასები არის დროზე და ესე თუ ეს მხარე არ მოყვება ნუ აი როგორი საყნის გუშტივით არის გასწრება იმიტომ რომ აი მოვიყვანეთ რაღაც ლეგიონერი რომ სხვა წავლენ იმას შევსება ხო უნდა და ეს თანხები არ ცილდება იზრდება შენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს ვერ ხედავ რომ აქედან ქვემოდან შენსაც მოკიდო ხელი წამოიყვანო გაზარდო და იზრუნო მის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაზე პიროვნულად ჩამოყალიბებას ფეხბურთი და პიროვნება ჩვენ ვიჩაზე საუბრობთ ერთად მუშაობთ ეს არ არის ცალკეულ იყოს და ამდენად აი ეს სისტემა არის სულთად მოშლილი ბატონგია, აი მე როგორც შოუბელს თავის დროზე, რომელსაც შვილი დაკავდა ფეხბურთზე და გავლილი მაქვს ეს ყველაფერი და ანუ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვაკეთებ დასკვნებს და შემიძლია რომ ჩემი აზრი გამოთქვა. ყველაზე დიდი პრობლემა ბავშვთა ფეხბურთის ხელმისაწვდომობა მგონია. დღეს ძალიან, ანუ ჩვენი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან დიდია ის გადასახადები, რომლის გადახდას. ეხლა კი არის განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისთვის, ხო, იგივე აკადემიებში უფასო ბავშვად განყოფილებები, მაგრამ ეხლა ეს ხო ისეთი ასაკია, რომ ნიჭი და პერსპექტივა ძალიან პირობითი არის რა, შეიძლება ყველაფერი ამოტრიალდეს, ხო, 14, 15, 16 წლის ასაკში როცა მიდიხარ. ამიტომ უნდა იყოს არა აი რა მინდა კითხოთ აი სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს თუ არა ეს თემა და აი ეს სახელმწიფოს ფინანსები უნდა იყოს თუ არა სწორედ ბავშვთა ფეხბურთისკენ მიმართული რომ ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი აი ახლა მაგალითად ჩვენ უკვე წლები აქვს საუბრობთ ეგრეს გამოსვით და ეს მე შევეცადე ერთი ჩემი ნანახული მესაუბრა და ამიტომ ეს არ არის დღეს დაწყებული ეს არის წლების წინ დაწყებული პრობლემა რომელიც ეხება უშუალოდ ბავშვებს ესე იგი ბავშვთა ფეხბურთი თუ დღეს ჩვენ შეიძლება უკეთესი რომ არ გამოვეკიდოთ ჩვენ პირველი აი ლიგა 1-ში თქვათ მოთამაშე გუნდების პირველი გუნდების შედეგს მაგას კი არ გამოვეკიდოთ არამედ შევქმნათ მათ სარეზერვო გუნდებს პირობები ხმელების კუთხით მათი კვალიფიკაცია და მათი ანაზღაურება მოედნები რომელზედაც ივარჯიშებდნენ და იქ უნდა იყოს ამოღებული პრინციპში რა ეს მოედნები რომლებიც ახლა თუნდაც ვარჯიშობენ თუნდაც თამაშობენ უხარისხო მინიმუმ უხარისხო ხელოვნურსაფარიანი ხელოვნურსაფარიანი იმიტომ კიდევ ვიძახე ეს არის ტრაუმის რაღაცა საოცარი თავარი ხო და ჩემპიონატი ჩავატაროთ მათთვის საუკეთესო დავაშვიკოთ და ესენი წამოვიყვანოთ სადაც უნიჭიერესებს უნდა იყოს კონცენტრაცია აგებული და უკვე მათი ჩემი აზრით ამან შეიძლება ხოლმე უკეთესი შედეგი მოხდეს ხა პირველ ნაკრებზე საუბრობდი და ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგება იგივე ახალგაზრდული ნაკრები იგივე 19 წლამდელთა ნაკრები იგივე ხა ჩვენ ამას ვხედავთ რა
თითოეულა ერთ თავის ნიჭის ხარჯზე მოდის და ყავს ნიჭიერი და უამრავი ნიჭიერი ბავშვი. და საშუალოდ ეს ნიჭიერი ბავშვების პროცენტი რა მიდის იქამდე, ხო? ის რასაც ჩვენ უნდა ვიღებთ, ჩვენ იმას ვერ ვიღებთ. 10-დან 1 მივა და ნუ 2 შეიძლება სადღაც იფაფხუროს და რაღაცა იმას აკნას და დანარჩენი თვითონ ჩამოწერილი ყავს და ზოგი ამებები, ზოგი ტრავმის გამო, ზოგი იმიტომ ყურადღება არ მიაქცია, ზოგი არასწორად გაზრდილი და ვერ გემულობს რა სიტყვა იმისგან და ასე შემდეგ რაღაც. ეს არის პრობლემა, რომელიც შეიძლება ძალიან მარტივად ყველა გუნდის ალბათ ხელმძღვანელის მიერ დაახურილი იყოს. იმიტომ რომ არ არის რთულად მისახვედრად. ამდენად საუკეთესო პირობები ახლა ჩვენ რომ გავაბევლოთ ეს ფერფლები, რომ შევქმნათ ვასწავლოთ ფერფლები, რაღაც გარკვეული სწორი კვების კუთხით მემართულება ინდივიდუალურად ვერ მუშაობთ, იმიტომ რომ ესეთი სულ ვამბობთ რა, ეხლა თამაშებს უყურებ ხანახანს ბავშვი შეცდომა მოზრით დიდ გუნდებში. შეცდომა არის რა თქმა უნდა, მაგრამ აშკარად რომ ეს მეუღლება და ესე იგი უსწავლელობა, ესე იგი თავის დროზე ვერა და ნუ ახლა მე ვერ ვამტყუნებ ამ შემთხვევაში ვერც მწვრთნელებს, ვერც იმ ადამიანებს, რომლებიც თქვა ამას ყველაფერს, იმიტომ რომ ეს პირობები ესეთია დღეს. ეს ჩვენი ყოფა გახდა, მაგრამ შეიძლება ეს სახელმწიფოს მხრიდან აი ამ კუთხით თქვა წაკეზება და მიზანმიმართულად ის თანხები, რომლებიც გამოიყოფა შეიძლება მიიმართოს უშუალოდ ახალგაზრდულ განვითარებაზე, თუნდაც ჯერ დაწყებული თქვა ერთი გუნდით, აი მეორე გუნდები შემდეგ უკვე ჩამოვიდეს ცოტა ქვემოთ ასაკის გამოცვალებელი და ასე შემდეგ. და ერთი დიდი პრობლემა, რომელიც ახლა ჩვენთან ეს საერთო პრობლემაა, რომელსაც მე ესეთნაირად ვხედავ, მენტალური პრობლემა, რომელიც მე მგონია რომ ძალიან უკან წერს და ზუსტად ვინც ამ პრობლემებს აცდა და აირიდა, ისინი წამოსულები არიან სიმწიფით და სიცილიერით, მაგრამ ძალიან მოგვეღო ჩვენ წაგების შიში. აი მე ვერ ხედავ სპელებშიც არის. აი დაცვაზე აწყობილი არსენალის მაგალითზე ვერ ვიყვეთ მაგას, მაგრამ არიან გუნდები, რომლებიც მე მესმის რომ ეს იძულებით იცავენ. აღარ არ წავაგო. ხო, აი არ წავაგო, ხო, როგორ მოვიგო არ არის, არ წავაგო. იქ თუ მოხდება რამე წინ მოხდება, ესე იგი რადიკალურად ეწინააღმდეგებს ჩვენ გენს და ჩვენ შესაძლებლობებს ფეხბურთში. და ეს წინააღმდეგობა გონია რომ უფრო ხელმძღვანელობიდან კლუბების მოდის. და ამის შიში დაინერგა ფეხბურთელში, ძველში, ესე იგი მოგვაკლდა გამბედაობა, მოგვაკლდა ისა, ესე იგი მშნელს უკვე ოღონდ შედეგზე წავიდეს და იქ უკვე მშეობლისეული სპანაერად არის, თქვა ბავშვთა ფეხბურთში და ესა და ნუ ეს არის საოცარი პრობლემა, რომელიც ძალიან ხელს გვიშლის განვითარებაში. მგონია რომ ცოტა მეტია საჭირო ამ კუთხითაც ყურადღება. სხვათა შორის თუ ნახეთ, ალბათ ნახავ გიორგი ჭიაბრიშვილის კადრებს გასახდელიდან, როცა ეს ძალიან ემოციურად მოუწოდება თავს, რომ წაიღეთ ეს ბურთი, გაიტანეთ და მოიგეთ თამაში. ანუ აი ეს, მაგრამ ამ ყველაფერს ცოდნა ჭირდება, ანუ რომ დაგეგმო თამაშის მოგება, მეტი პროფესიონალიზმია საჭირო და საქმის ცოდნა, ვიდრე რომ დაგეგმო არ წავაგო, ხო ესეა? თავისთავად არა, დაგეგმო თამაში ერთია, თამაში დგება და ხალიფდება ვარჯიშზე. ეს პროცესია, ხო? ვერაფერს იმას ვერ გაიქცევი მაგას. აქ თამაშზე ვარჯიშზე რაც დაკეთებ, იმას მიიღებ თამაშზე. თუ გინდა რომ თუ აკეთებ ეს და მეორეს თხოვ, ბუნებრივი არაფერი არ გამოგევა არასოდეს და თუ ვარჯიშობ სულ დაცვაზე და სულ ისა და კონცერტებზე, ნუ ეგეთი თამაში ექნებოდა. შენ უნდა იცოდე, მე მაგითო თქვი, თანამოაზრეობა გუნდში ეხლა. პრეზიდენტი შემჭკოვაზე უნდა იყოს ესეც. ან მაშინ უარი უნდა გიხდომ და არ მომიგიყვანოთ საერთოდ.
მატერიალურზე რომ წავედით ჩვენ ეგ ჩანზე შეიძლება ისეთ კუნდებში გითხარით მარტივად რომ ესე კი არ არის. აი გარემო რომელიც შექმნილია კლუბში, თქვა იმდენად მატერიალურზე არასოდეს არ zawსულო, რამდენადაც გარემოზე და თქვა რამდენად იგებს პრეზიდენტი და რამდენად მოხდება ამ შენს გახსნილად ვსაუბრობთ, ხო? მე ესე მინდა, მე ესე მომწონს, იქ თავისი იმასად მე შემეძლია ესე და მიდის უკვე ნახვა ყველაფრის გაგულთელების კუთხით, ვის შეუძლია ის თამაში ითამაშოს, ვთქვათ, რამდენად შეიძლება შეიცვალოს, რამდენ ხანში და ასე შემდეგ და იმ გარშემო იმ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფერს ქმნის და დებს და ამას ხელს უწყობს. ხო, ასე რომ ეს არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და აქ წამგებიანი მენტალიტეტით შენ თამაშებს ვერ მოიგებ, ჩემპიონი ვერ გახდები. შეიძლება რაღაცა აგიმუშე სხვა მენტალიტეტით უნდა მოდიოდე. აი ამ მენტალიტეტით წამოსული ჩვენი ბიჭები ევროპის ჩემპიონატზე გავდივართ. და იქ მოდი ჩამოთვალ ნახეთ. ყველა შეიძლება არ არის და ვერც იქნება. მაგრამ ერთი რომ მეორეს ყვება და არიან აი ეს გადამდებიან. ეს უკვე სხვა შემართება. მაგას დღეს დღევანდელი არ გადამწყვეტი. ბატონგია, ერთადერთ მწვრთნელად რჩებით ქართულ საკუბო ფეხბურთში, ეს ერთი მხრივ შეიძლება საამაყო იყოს, მაგრამ საერთოდ არ არის სასიხარულო ის ამბავი, რომ ერთადერთი მწვრთნელი ხარ, რომელმაც UEFA-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე მოახერხა გუნდის შეყვანა. გავიდა რამდენი წელი 20 წელზე მეტი და ისევ შეუსრულებელ მისიად იქცა. ბუნებრივი ხარ ეს ყველაფერი გადაბმული ერთმანეთს, ბავშვთა ფეხბურთიც, ის მენტალური პრობლემა ის. მაგრამ სად არის მაინც თავარი პრობლემა, რომ სამ საკვალიფიკაციო სამ ტურნირზე თამაშობს დღეს საკვალიფიკაციო. ეხლა ის ხო, მაგრამ ამ ჩემპიონთა ლიგა, ანუ კონფერენციის ლიგა. ამის მიუხედავად, ამ სიმრავლის მიუხედავად, მაინც ვერც ერთმა გუნდმა ეს ვერ ხო, სხვათა შორის უნდა აღინიშნოთ, მე რამდენადაც მახსოვს, ეხლა ვერ დავიჩემებ, მაგრამ იმ დინამოში თქვენ ერთი ლეგიონერი ყავდათ, თუ ხო, ერთი ლეგიონერი ყავდათ, ხო. ბრაზილიელი ყავდა. ხო. ერთი რიბერ. ხო, არა. რიბეირო თუ რაღაცა. ხო, ანუ არ არის ამაზე დამოკიდებული. ანუ ლეგიონერების გარეშეც შესაძლებელია ამის გაკეთება, ჩვენ ამის მაგალითი გვაქვს. და სხვათა შორის ამ უნდა გონთქოს საკმაოდ სერიოზული საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარეთ. მაშინ ხო ეს იყო პატე, სლავია, ვისლა. ეს იყო შორეული 2004 წელი, ჩემ და სამწუხაროდ შეიძლება საამაყო ერთი წელი ყოფილიყო, მაგრამ მე მაშინვე მეგონა რადგანაც რომ ქართული ფეხბურთი აი ამ გამარჯვებით დაიწყებდა ამ გასვლას, ხო, აბსოლუტურად სხვა სურათი დავინახეთ. გარკვეული ინერციაც იყო ეს იმ პერიოდში, იმიტომ რომ კიდევ ის სისტემა, რომელსაც მე ვაპარაკობ, მუშაობდა ჯერ კიდევ, ყველაფერი არ იყო ისე მოშლილი და ისე დაბრეობილი და ჩვენ ყავდა დამსწრებელიც, რომელიც საკმაოდ ძიერებიც იყვნენ და მათი რაოდენობას იყო. ხო და მე არის მაგალითს გეტყვით, როცა არა ჩემ ხელში მყოფი გუნდი, არამედ ავსტრიის საკმაოდ სტამბეჭდავი გამოსვლები მქონდათ ევროტურნირებზე. და ეს ქართველმა ფეხბურთელებმა გააკეთეს ლეგიონერი ფაქტურად შეიძლება 1-2 ან საერთოდ. ჭიაბაშვილის გუნდს ხო? ჭიაბაშვილს კაცო იგივე ოლიმპიის შემდეგები იგივე საჩხერის ჩიხურას ვთქვათ იგივე სხვათა შორის ოსურფროიძე ძალიან ეწინააღმდეგება ლეგიონერად. არ უყვარს.
აი აქაც ხო რატომაც ეს არ ლეგიონერი არ უყურსო და სადაც საერთოდ ლეგიონერს ყველა იძახის ახლა აღიარებს მაგას და მაგას ვამბობდი თავში როდესაც შენი ფეხბურთელი ჯობია ლეგიონერს რატო შეიძლება 100% გეთანხმება. ან თანაბრად თუ არის რატო შეიძლება ლეგიონერისკენ გაიწვიოს არც თანაბრად არა. ბატონგია, პირობითად ბოდიში ახლა რომ განსხვავებთ, აი ქართველი ფეხბურთელი რომ მიდის ევროპაში, ის თანაბრად კი არა. 5 თავი თუ არ ჯობია, არწილობს მას შანსი არ მიეცემა. კი ბატონო ესე უნდა ვიყო ჩვენც რატო არ ვარ მე ვერ ვხვდები რატო შეიძლება რომ აი ლეგიონერი რა თქმა უნდა ეხა თუ ისეთია რომელიც ჩამოვა და ჩემ გუნდს საგრძნობლად დააძლიერებს ფლამარიონი მაგალითად. ფლამარიონი შეიძლება უკვე არ ჩაითვალოს პატარა ბიჭი იყო 16 წლის იყო ფლამარიონი ჩამოსული იყო მე ჩავედი ბათუმში წასული იყო ბრაზილიაში და რაღაც ფრაგმენტები ვნახე თამაშის და ეს ბიჭო კონტრაქტზე ყავსო მაგრამ გაუშვითო და მე მოვიტყოდი რომ ჩამოვიყვანეთ იმიტომ რომ მომეწონა ფაქტობრივად კი გაზრდილი იყო სამოვიდა ესე იგი ყავდა ჩვენ რაღაც რამოდენიმე მართლა კაი ლეგიონერი და მართლა რაღაც ძალას წარმოადგენენ მაგრამ თუ ვთქვათ ეს ლეგიონერი მომყავს დღეს და ხვალ ვითხოვ შედეგს შეიძლება რომ ეს შედეგი არ დადგეს ესე იგი ამას თავისი დრო აქვს ყველაფერს რაღაც ის გათვლა საჭირო რამდენი ხნით მინდა რომ ჩამოვიყვანო მე ერთი კაცი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მაგრამ ახლა მოდით ავიღოთ იგივე გუშინდელი თამაში ყვარაცხელია ხო იქ ხო მარტო ყვარა არ თამაშობდა ყვარა ზურგს უმაგრებდა ყვარა გამოჩნდა იმიტომ რომ ის შემოიტანა ის ერთი ეპიზოდი რომელმაც თამაში ბედი გადაწყვიტა და ეს ძალიან გვახარებს დემბელემ გაუთამაშა ეს კენდელი ვიტინიოს კაი გადაცემა იყო კარში დარტყმული ესე იგი დაცვაში უმაგრებენ ზურგს ყველაფერი ერთობლივად არის ეს უნდა ეწყოს ეს ყველაფერი ძალიან რთულია რომ ეს მოკლე პერიოდში გააკეთო თუნდაც უცებ იყიდო მოიყვანო უამრავი ლეგიონერი და მით უმეტეს ძალიან რთულია როცა ამ ლეგიონერებს რა ვიცი რა მიშნეთ და რატო არჩევენ რამოდენიმე არის ახლა ისეთი რომ უყურებ და აწყობ რომ კი ბატონო იყოს ბატონოც არა მაგრამ უმეტესობა მაგრამ რა ვიცი წელს გეიმედებათ რომელიმე ქართული კლუბი? სულ მეიმედება სულ და სულ მოლოდინი მაქვს რომ რომელიღაცა მოხდება მაგრამ კიდევ ამბობ რომ ეს ყველაფერი რა ვიცი ერთი მეორეს თუ გაიყოლებს რა ესეთნაირად რომ ვიღაცა იმარჯოს და ამით კიდევ ჩაითრიოს და მაგრამ თვითონ სიტუაციურად ძალიან მისურვებდი რომ გაუმჯობესდეს და გარკვეული სისტემა თუნდაც სელექციაში ფეხბურთელების შერჩევაში გემოვნებაში თუ უცხოელი მოხოს რანაირი გვინდა თუ თქვათ იმის ბავშვია და რომელზეც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ რომ მოდი მოვიყვანოთ და მივცეთ მოსკოვს უყურდა ხოლმე give confidence ხოდა როცა ზნოს ამ ენდობი ნუ ის ყველაფერს აკეთებს და ჩვენ არაერთი ფეხბურთელი ნდობობის გამო დავუკარგეთ ჩვენ ეს არის კიდევ იძახი რომ არის საჭირო აი ყველაფრის დაალაგება და ჯერა რატომაც არ ვიცი რატო იმიტომ რომ არ უნდა ვიყო დღეს ახლა იმ დონეზე რადგანაც რეიტინგში ვართ და ზოგადად ანუ რეიტინგი ცოტა პირობითი შეიძლება იყოს მაგრამ არ ვიცი ყოველ შემთხვევაში არ ვიცი ბატონგია ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა რომ აი დინამოს ბათუმის დინამო აი გამგონია რომ განსაკუთრებული მონაკვეთია თქვენს სამწვრთნელო კარიერაში ამ გუნდთან ერთად ძალიან ლამაზი ისტორია შეიქმნა თქვენს მიერ ну არ მარტო თქვენს მიერ მაგრამ თავარი მოქმედი პირი მაინც ალბათ თქვენი ყავით ამ ყველაფრის მე
ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი და ძალიან ხშირად ჩავდიოდი ბათუმში თამაშებზე. მაშინ როცა ჯერ კიდევ ანგისაზე თამაშობდა და აი ეს სანახაობა, აი ეს ხალხმრავლობა, მოკლედ აი ბათუმმა დაიწყო საფეხბურთო სუნთქვა თქვენი მისვლის შემდეგ და ეს ძალიან ესეთი იყო. ამიტომ მგონია რომ გარკვეული სენტიმენტები გაქვთ თქვენ ბათუმთან მიმართებაში. დღევანდელ მდგომარეობაზე მინდა გკითხოთ და გია ჭიაბრიშვილის მუშაობაზე საიმედო ხელშია თუ არა ბათუმი როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, ძალიან საიმედო ხელშია, ჩვენ ყველამ ვიცით. რა პროცესები მიმდინარეობს და მე მინდა ყველას ხოლო რომ მოთმინებით ავიცნო, იმიტომ რომ ეს გუნდი აუცილებლად იმ შედეგებს დადებს, რომელსაც ბათუმის დინამო იმსახურებს იმაზე უკეთეს შედეგებს, რომ ჩვენ გქონდა თავის დროზე და ჩვენ მივდიოდით რაღაც გარკვეულ შედეგებამდე, მაგრამ რაღაცებმა ხელი შეგვიშალდა. მე ხა ის რამეს გეტყვით, რომელიც ხა მქონდა მაგის დრო და საშუალება უსახუროდ გამოწვეული, ხო და სხვადასხვა ბედნიერი კაცი ვარ, იმიტომ რომ ყველგან სადაც ვიმუშავე, ეს დიდი ქალაქი თუ პატარა ქალაქი, ხო, აი საოცარი მოგონებებით და რაც ერთი რასაც ყველგან ეთქობა შეიძლება ზოგან უცევდა, ზოგან ცოტა შემდგომ პერიოდში ეს არის ის ქალაქები ცხოვრობდნენ ფერფლით. აი თბილისის დინამოს რომ გავიდა ჯგუფში, მე ესეთი საოცარი რამე კუჩაში არ მინდობს, რაც ხდებოდა. ეხლა 91 წლის გამარჯვება მახსოვს და არ იყო დახვედრა და აი მთელი ზეიმე კუჩაში რუსთაველზე მანქანებს სიგნალით უნივერსიტეტალები ტრავით კანდეცე. ნუ საოცარი რამე იყო 2005-ში იყო და აი ამას ხედავ, იმიტომ მეგონა რომ ეს რაღაცა თბილისი აყვება რა, თბილისი ახლა დღეს ყველას გული მტკივა რომ თბილისის დინამოს ბორის ბაიჯაძეზე ჩვენ რაღაც აყვება კი არა ესეთი რაღაცა აი და კიდევ ამ ხელად ტრიბუნებზე კიდევ უფრო დამძრგუნველია ეს ხო და რაღაც იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი შეიცვლება სხვანაირად წამო, იმიტომ რომ ტრიბუნებზე გულშემატკივრის ყოფნა ეს არის ჟიამული და ფეხბურთი ცხოვრება, ეს ნახე მე ზესტაფონშიც, ეს ნახე მე ქუთაისშიც, ეს ნახე მე რუსთავში ვიმუშავე ერთი პერიოდი, ხოლო და ბათუმში გასაოცრად კიდე ეს ბოლოის სამისტილებები რაც იყო. ყველგან ფეხბურთი ცხოვრობდით და ეს არ არის პატარა რამე, ჩემი აზრით ეს არის ყველაზე დიდი რამე. რითიც მე შემიძლია დავიტრალო ხო, იმიტომ რომ მართლა ფეხბურთი ცხოვრობდა ეს ხალხი, ვისაც ხედავდით ფეხბურთით და უამრავი მეგობრები ყავს ხო და საოცრად შემოწმებთ ეხლა ამ ბოლო ჩემ ბათუმს, იმიტომ რომ წარმატებები უსურვო ახლა ბათუმში ყველა მას რა თქმა უნდა და ერთი რაღაცა უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენ აი მაგარი სიტყვა მითქვა ვიჩა ჟურნალისტი რო ეხება წარმოიდგენდი ჩემპიონის მოგებაზე პირველი უფრო თუ მეორე ხო და მაშინ ვერ მივხვდიო კიდევ რა იყო და ეხლა უფრო მეტი ემოციებით შევხვდიო, მაგრამ თუ წარმოიდგენდიო თქვათ საქართველოში იყო მაშინ რომ აი გზას გაივლედი და ამას მოიგებდიო და არა ესე ჩემი ოცნება იყო რა. აი ხვიჩამ რა გააკეთა, ხვიჩამ თავისი ოცნება ხო აი ის რომელიც შორეული მომავალ და შეიძლება მიუღწევადი ვიღაცისთვის ეგონს ხო, მაგრამ მიაღწია გააკეთა, მაგრამ ჩვენ ჩავხტო ყველა ამ პროცესში და ჩვენ ხვიჩას ოცნების გულშემატკივრები გავხდით და ჩვენ ოცნების ერთმანეთის ოცნების გულშემატკივრები გავხდით მაშინ იქნება ყველა. როცა ბათუმი ვახსენე და გიორგი ჭიაბრიშვილი ანუ თქვენი სკოლა გამოვლილი მწვრთნელების მუშაობას როცა უყურეთ, აი ეს მინდოდა აი ეს ემოცია მინდოდა თქვენთვის ჩვენ და მე გიაზგან ბევრი მაქვს მასწავლე ძალიან
და საოცრად ნიჭიერი ადამიანი და ძალიან ძლიერი მსმელი და ძალიან ძლიერი პიროვნება და რა ვიცი, საიმედო ხელში კი არა, ძალიან საიმედო. კიდევ რამოდენიმე არის მსმელი, ვიზმეც მაგალითად შემიძლია ამდაგებით ვისაუბრო. ერთ-ერთი მათგანი ესაც შემუშეულია, არა ერთ-ერთ სწორად. ერთ ჩეტიანია? თუნდაც საოცარი სოდედა ყველა თავისები. ჩვენ არ შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ლაზე რომლის ერთადერთი ფიქრობ, გარკვეული რაღაცა საერთო გვაქვს, ხედვები და წარმოშობანი რაღაც პრინციპები ხეობაში. მაგრამ თავარია ყველას გიყვართ ფეხბურთის თამაში. ხო, ფეხბურთის თამაში ეს არის ის, რაც ხალხს უყვარს. ჩემი აზრით, გავუცი ხა მე ვიცი შემადგენლები ჩემ გარემოსვაშიც არიან არსენალის და გუშინ არსენალის შემადგენლები. რაც მე აი მაგიშებს აი რატო შეიძლება რომ ესეთი რაღაცა იყოს. მაგრამ ჩვენ პერიოდი გვახსოვს, თუმცა აქეთ ყავდა ვარა და იქით მამაც დაიდგა კარებში და რა გვექნა არა ვიცი. აბა. ის ფეხბურთი შემადგენლობით არის მაინც მე იმედს დავიტოვებ, რომ ეს ყველაფერი თითოეული, აი ინდივიდუალურად თითოეული ქართველი ფეხბურთელის წარმატება ეს იქნება ინერცი ქართული ფეხბურთის განვითარების ზოგადად წყარო და მიზეზი და იმედის გარეშე მუშაობაც რთულია ფეხბურთში და გულშემატკივრობაც რთულია და დავიტოვოთ იმის იმედი, რომ ეზაფხული წარმატების მომტანი იქნება ჩვენი კლუბებისთვის ევრო ტურნირებზე და რა ვიცი, ეროვნული ჩემპიონატის დონეც მიაღწევს იქ, სადაც ვიმსახურებ და სადაც შეგვიძლია ჩემი აზრით რა. ეს არ არის ესეთი რა ქვია, ლიტონის სიტყვები და ეს არ არის ისეთი მოთხოვნა, რომელსაც დაუყენებ ადამიანს, რომელსაც ამის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამის რესურსი. ძალიან დიდი მადლობა ბატონია. ძალიან დიდი პატივია თქვენი სტუმრობა ჩემთვის ყოველთვის. ძალიან სასიამოვნოა თქვენი მოსაზრებების მოსმენა ყოველთვის და მალე მინდა გიხსოვოთ ქართულ ფეხბურთში დაბრუნა. დიდი მადლობა თქვენკენ წარმატებები ძალიან კაია ფეხბურთზე რომ საუბრობ და ეროვნული გადაცემა. მადლობა. ნანიკოს პოდკასტს უყურებდით. თქვენ ჩემი სტუმარი იყო გია გეგუჩაძე. არ დაგაუწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა დაგულე სპორტი. მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები, დააკომენტარეთ, გამოგვიწერეთ YouTube-ზე. გეტყვით რომ 5000 გამომწერზე ჩვენ გვექნება გათამაშება და გავთამაშებთ PlayStation-ს. ასევე ჩვენი სპონსორების შესახებ რონიქსი, სამშენებლო ხელსაწყოების კომპანია, რომელიც ნებისმიერ ფაზე, ნებისმიერ მოთხოვნაზეა მორგებული და სპორტული სახეობის მწარმოებელი კომპანია ჯაკა სპორტი. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. ერთი კვირით გემშვიდობით. ნახვამდის.